ოცნება დილიდან რუსული პროპაგანდის ადგილობრივ გაგრძელებად მიჩნეული და ამის გამო სანქცირებული ტელეკომპანიების დასაცავად დაირაზმა. ერთმანეთის მიყოლებით იმანიშვილის წარმომადგენლები იმედისა და პოზიტივის თანამშრომლებს სოლიდარობას უცხადებენ და ეუბნებიან, რომ მარტო არ დატოვებენ. ეს ასე არ მოხდა ირაკლი რუხაძის შემთხვევაში, რომელზეც ვარაუდობენ, რომ წინასწარ იცოდა მოსალოდნელი სანქციების შესახებ და ტელეკომპანიის წილებიც ამიტომ დათმო. ირაკლი კობახიძემ კი დღეს კერძო და სახელმწიფო კომპანიებს საჯაროდ მოუწოდა, რომ იმედთან და პოზიტივისთან ისევ უნდა ეს ზმნა გამოიყენა, მაგრამ უნდა ითანამშრომლონ. ჩაიყენებენ თუ არა მძიმე მდგომარეობაში თავს იგივე კერძო კომპანიები მალე გამოჩნდება. თუ სანქციების აღსრულების მექანიზმი დაირღვევა, მათ მძიმე ფასის გადახდა მოუწევს. ოღონდ ეს ის შემთხვევა იქნება, რომ მთელ ქვეყანას მოუწევს ძალიან მძიმე ფასის გადახდა. ცნობისთვის იმედის ანგარიში საბანკო სისტემაში აღარ იძებნება. ჩვენი არხის გადაცემა ბიზნესი დღეს მიმომხილველს ანზორ ტუსაშვილს ვთხოვეთ ბრიტანული სანქციების ფინანსურ და შესაბამისად იმედის და პოზიტივის ოპერირების მოსალოდნელ პრობლემებზე მოკლე ანალიზი მოემზადებინა. ანზორ გისმენთ. მსგავსი პრეცედენტი აქამდე არ ჰქონია, თუმცა უკვე იკვეთება კონტურები, რომ ტელეკომპანია იმედსა და პოზიტივის სანქციების ფონზე მძიმე ფასის გადახდა მოუწევთ. პროცესები თითქმის უკვე დაიწყო და საინტერესოა, როგორ განვითარდება, ვინაიდან თუ კი აქამდე სანქცირებულთა სიაში ფიზიკური პირები ირიცხებოდნენ, ამჯერად სანქციების რე გაფართოვდა და იურიდიული სუბიექტების მოიცვა. ინდივიდების დასანქცირებამაც კი ქვეყანას საკმაოდ მძიმე შედეგები მოუტანა და რეპუტაცია დაუზიანა საერთაშორისო დონეზე. თუმცა ამ შემთხვევაში რეპუტაციის მიღმა ამ ეტაპზე მაინც მთავარი კითხვები რჩება. როგორი იქნება სანქციების აღსრულება? გაიყინება თუ არა ამ ორი კომპანიის აქტივები? ასევე მოემსახურებიან თუ არა ბანკები და რაც მთავარია, რა რეჟიმში მოუწევთ ტელევიზიებს საქმიანობა. თანმიმდევრობით რომ მივყვეთ, სანქციების მთავარი ინსტრუმენტი სწორედაც რომ აქტივების გაყინვა. ოფიციალური განმარტებით ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ფინანსური რესურსი ან ეკონომიკური აქტივი, რომელიც ეკუთვნის დასანქცირებულ პირს, უნდა გაიყინოს. გარდა ამისა, არავის აქვს უფლება პირდაპირ ან არაპირდაპირ მიაწოდოს დასანქცირებულ პირს ეკონომიკური რესურსები, მათ შორის სესხის, კრედიტის ან მომსახურების ფორმით სპეციალური ნებართვის გარეშე. გამოდის, რომ ამ ორ ტელეკომპანიას საერთაშორისო ფინანსურ სისტემაში მოქმედება ეზღუდება. ეზღუდება იმ ბანკებში, რომლებიც დიდ ბრიტანეთთან არიან კავშირში. თუმცა რაც მთავარია, ბრიტანეთის სანქციები მხოლოდ მის ტერიტორიაზე არ ვრცელდება და მოიცავს იმ კომპანიებსაც, რომლებიც გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობით შეიქმნა. პრაქტიკაში კი სანქციების გავლენა კიდევ უფრო ფართოა, რადგან საერთაშორისო ფინანსური სისტემის წესები აიძულებს ბანკებსა და პარტნიორებს თავი აარიდონ სანქცირებულ სუბიექტებთან ურთიერთობას. რაც შეეხება უკვე საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს, მათ არ აქვთ ვალდებულება, რომ ამ ტელეკომპანიებს მომსახურება ამ ეტაპზე შეუწყვიტონ. იურისტები და ეკონომისტები განმარტავენ, რომ ეს მათ სურვილზეა დამოკიდებული, რამდენად უღირთ დასანქცირებული კომპანიებისთვის მომსახურების გაწევა. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ TV იმედის ანგარიში საბანკო სისტემაში აღარ იზებნება. კონფიდენციალურ ინფორმაციას ბუნებრივია კომერციული ბანკები არ გასცემენ და არაფერს აზუსტებენ. ჯერჯერობით დუმს საბანკო ასოციაციას. მთელი დღის განმავლობაში ველოდით განცხადებას, ზოგადად რა პოზიცია აქვთ ბანკებს სანქცირებული კომპანიების მომსახურების თაობაზე, თუმცა ამ დრომდე ეს განცხადება არ ქვეყნდება და ვერც თარიღს აზუსტებენ. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ბანკის და TBC ბანკის მფლობელებიც არიან ბრიტანული იურისდიქციის ქვეშ, ცხადია, რომ ამ ორ ბანკს გარკვეულ შეზღუდვას და უხერხულობას ამ კუთხით უქმნის, იმიტომ რომ მფლობელების რეპუტაციას კონკრეტული საფრთხე ცხადია, რომ ამ მიმართულებით ემუქრება. ვალდებულება არ აქვს, მაგრამ რეპუტაციული საფრთხე, რეპუტაციული ზიანი საკმაოდ მაღალია. დანარჩენი არის გადასაწყვეტი თავად სუბიექტების, რომლებსაც ურთიერთობის დაჭერა სურთ ან არ სურთ სანქცირებულ ტელეკომპანიებთან. მათი პასუხისმგებლობა რისკის თემაა ეს, ვალდებულება არა აქვს, მაგრამ რისკის თემა ნამდვილად არის, ანუ რისკი არის საერთაშორისო. ეროვნული ვალუტის ანგარიშჭორების კუთხით რისკი საკმაოდ დაბალია. თუ კი თქვათ ერთი ბანკის ქვეშ ხდება ერთი პირისგან მეორე პირისთვის გადარიცხვა, ეს საერთოდ ურისკო ოპერაცია. მაგრამ ისევ და ისევ დგას რეპუტაციის საკითხი.
არის კითხვაც არსებობენ თუ არა ჩვენს ქვეყანაში ბანკები, რომლებიც ბრიტანეთთან არ არიან კავშირში. Რა თქმა უნდა, არ არსებობენ, თუმცა ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ვინმე თავზე ხელაღებული მაინც გამოჩნდება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქართულ ბანკი ან თავად რუხაძემ ლიბერთი ბანკი გაწიროს. 6 თვის წინ მაგალითად სიტყვა სანქცია იქნებოდა და დავაი ხალხი გაინტერესებდა და ხერა მოხდა დაასანქცირეს ხო ვიღაცები. ეხლა უკვე ეგეთ სიტუაცია და ეხლა და არაფერს საშია არ არის ეგ არის მაგას სუვიძა ეგ არ არის სწორი მიდგომა. სანქცია ძალიან საშიაო, ჩვენ არ დაუსანქციებიათ. დაასანქციეს ერთი თუ ორი ადამიანი ფინანსურად და გადავაგორეთ. ძალიან საშიაო ფინანსური სანქციები და თუ არ გჯერებს საშია, შეხედეთ რა მოვიდათ რუსებს, რა მოვიდათ იმ ხალხს, ვინც რეალურად დაასანქციეს. მათია თუ ნამოც ელაპარაკებდა და უთხარი და მე ყველას მოვუყევით თქო ირაკლი ხალხს მოვიდა და თქვა თუ დაგასანქციეს დაგიხურავ საბақო არ არის. იმიტომ კი დაუხურავ რომ არ მინდა. იმიტომ დაუხურავ რომ ბანკი აღარ იქნება ლიბერტი ბანკი, როგორც კი დასანქციოს მომსახურება. ვიზა და მასტერკარდთან მიწერია რომ არ უნდა მომსახურო, ყველა საკორესპონდენტოსთან მიწერია კონტრაქტში რომ უნდა მომსახურო და უცებო დაიწყონ მასობრივი დასანქციება, აქ სხვა პრობლემა გაჩნდება. საბანკო სისტემა დაუპირისპირდება ქვეყანას. ვიდრე ამ რისკზე ვინმე წავა, ფაქტია, რომ იმედისა და პოზიტივის დღის განრგი ფაქტობრივად იცვლება. ის პირები, ვინც კომპანიის შიგნით და კომპანიის გარეთ არიან დაკავშირებული სანქცირებულ კომპანიებთან, მინიმუმ გადაწყობა მოუწევთ თავიანთი საქმიანი კავშირების, რადგან ნებისმიერ დროს სანქციები შეიძლება გავრცელდეს მესამე პირზეც. ბრიტანული სანქციების გავლენა რამდენად მასშტაბური იქნება და რამდენად გადაეცემა უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს, ეს შესაძლოა არც თუ ისე შორეული სცენარი იყოს. თუმცა რა სცენარიც ამ ეტაპზე იკვეთება, არის ის, რომ ფაქტია საფინანსო ინსტიტუტების გარეშე ვეღარ დაიდება ვერანაირი კონტრაქტი ვერცერთ საერთაშორისო კომპანიასთან, რაც გამოიწვევს შემდეგს. დაიხურება ლიცენზირებული მეგაპროექტები, რომლის რეიტინგზეც დგას დღეს ტელეკომპანია იმედი. გარდა ბრიტანული პროექტებისა, სათუოა უკვე თუნდაც სერიალების შეძენა, თუ კი მაგალითად თურქული კომპანიები გადაწყვეტენ, რომ არ სურთ თანამშრომლობა სანქცირებულ ტელევიზიებთან. რისკი წინაშეა თავად კომპანიების ტრანსლაციაც. სავარაუდოა, რომ საერთაშორისო პლატფორმებზე მაუწყებლობა შეწყდება. ერთ-ერთი სცენარით მოსალოდნელია თავად იმედის მიერ შექმნილი რეიტინგების მთლელი კომპანიის დახურვაც, რადგან დაკარგავს ბრიტანულ ლიცენზიას, შესაბამისად ვეღარც რეკლამის ლეგალურად გაყიდვა შეძლებს. გამოდის, რომ ჯერ ისევ ადგილობრივ ბიზნესზე დგება, ვინ და რა გზით მიიტანს ფულს სანქცირებულ კომპანიამდე. ეს ცალკე ამბავია, თუმცა დღეს კობახიძემ ფაქტობრივად ბიზნესისთვის განაცხადა, რომ არავინ უნდა გაბედოს კომპანიებთან თანამშრომლობის გაწყვეტა. თავრობის განცხადება იმის თაობაზე, რომ აჰა ბიჭებო, ახლა მეედით სახელმწიფო საწარმოებო და ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფული დააფინანსეთ იმედი და პოზიტივი. სად არის მასე? ანუ რკინიგზას მოუწოდა ელექტროგადაცემას, გაზის სექტორს, სახელმწიფო დაწესებულებებს, მუნიციპალიტეტებს ბიუჯეტს მიიტანეთ. ახლა რეკლამა იმედში რომ იქნებ როგორმე გადავარჩინოთ. ვერაფერი იმედს ვერ გადაარჩენს, იმიტომ რომ ისედაც უზარმაზარი რეკლამა მიდიოდა. და საარჩევნო პერიოდშიც და საარჩევნო პერიოდის გარეთაც რისი რეკლამის მიტანა შეიძლება და ყველაფერი მიდიოდა სახელმწიფო პროპაგანდისტულ არხებში, მაგრამ ძირითადად იმედში. იმედის საკითხი მორჩენილია. როგორანდაც არ უნდა მიმართონ შავხსებს და შავხვრელებს სანქცირებულ რეჟიმში ყოფ კომპანიასთან არავინ დაეჭერს ურთიერთობას. იგივე ცეკვავენ ვარსკვლავები რომ აქვთ. ის ბრიტანული პროექტია. რომელი კომპანია მიიტანს რეკლამას იმედში? კოკა-კოლა მიიტანს? ანტიბისი ბანკი და საქართველოს ბანკი რომ ხვალვე რომ ანგარიშებს გაუყენავს, ეს ხო ფაქტია. ნედან ისინი დიდი ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშ არიან. რეკლამების ნაკლებობას ტელეკომპანია იმედი ამ დრომდე არ უჩიოდა. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით 2025 წელს თუკი სხვადასხვა ტელევიზიამ ჯამში 106 მილიონი ლარის რეკლამა განათავსა. აქედან 45 მილიონზე მეტი სწორედ იმედმა მიიღო, თანაც 24 წელთან შედარებით 67%-ით მეტი. 8 მილიონ ლარამდე რეკლამა განათავსა პოზიტივმა. ამ დროს კი ოპოზიციურ მედიასთან თანამშრომლობა ბიზნესის დიდ ნაწილს მით უფრო შემზღუდავი კანონების შემდეგ აღარ სურს. საინტერესოა უკვე რა განვითარება იქნება ამ ნაწილში, ისიც გამოჩნდება უღირს თუ არა ბიზნეს რისკის წინაშე დადგომა და იმ კომპანიებთან თანამშრომლობა, რომლებიც რუსული დეზინფორმაციის გავრცელების გამო დიდი ბრიტანეთისგან დასანქცირდა. და როგორც უკვე გითხარით, ბანკების პოზიცია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ნათია თურნავას განცხადებას თავად ტელეკომპანია იმედი ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკები წარმოადგენენ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით შექმნილ იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობა ექვემდებარება საქართველოს კონსტიტუციასა და საქართველოს კანონმდებლობას. იმ შემთხვევაში თუ კი წარმოიქმნება კოლიზია სხვა იურისდიქციაში მიღებულ ნორმატიულ აქტსა და საქართველოს კონსტიტუციას შორის, მოქმედი კომერციული ბანკები ვალდებული არიან იმოქმედონ კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისობით.
მსგავსი შინაარსის განცხადება ნათია თურნავამ ანზორ გააკეთა ფარცხალაძის საქმის დროს, გადაწყვეტილების დროს. მინდა რომ შევახსენოთ მაყურებელს, როგორი იყო მაშინ მსხვილი ბანკების რეაქცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ასე ვთქვათ, ერთი შეხედვით მკაცრ ტონზე. კი, მსგავსი განცხადება თურნავამ გააკეთა 2023 წლის სექტემბერში. ეროვნულმა ბანკმა ბანკებს ფარცხალაძის ანგარიშებისა და ტრანზაქციების შეზღუდვა დაავალა, თუმცა მეორე დღეს პოზიცია შეიცვალა და რეგულაცია ოთარ ფარცხალაძეს მოარგო. თუმცა სექტემბერშივე კომერციულმა ბანკებმა განაცხადეს, მათ შორის TBC-მ, საქართველოს ბანკმა, ტერა ბანკმა, ასევე ლიბერთიმ და ბაზის ბანკმა, რომ ისინი დაიცავენ ევროკავშირის გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს. და ვნახოთ ამჯერად რა პოზიცია ექნებათ ბანკებს, როგორც ვთქვით, საბანკო ასოციაცია სავარაუდოდ განცხადებას მომდევნო დღეებში გაგვაცნობს.